ოზურგეთის მერცხალმა საკუთარ მოედანზე თბილისის გუნდ ზოვეთს უმასპინძლა. პირველი ტაიმი 1-0 მასპინძლების უპირატესობით წარიმართა. ზოვეთის კარში პირველი გოლი ზაზა დულღუშმა გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში ტაქტიკურად გათვლილი შედეგად ქულები გათანაბრდა. დავით ჯოჯოშვილმა საკუთარ გუნდს 1 ქულა აჩუქა. დაძაბული თამაში საბოლოოდ კი ფრედ დასრულდა. შეიძლება და მოეგო ერთ გუნდსაც მეორესაც, მაგრამ ალბათ ჩემის მოსაზრებით ლოგიკური იყო. თავარი რაც დავინახე მე დღევანდელ მატჩში, მინდა რომ ადგილობრივი გუნდი შევაფასო, ძალიან პერსპექტიული, ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები ჩანს, ფიქრობ რომ სულ მოკლე ხანში ისინი ალბათ შეავსებენ ჩვენი ქვეყნის უძლიერეს გუნდებს. ძალიან თავდადებით ითამაშა გუნდმა, უამრავი მომენტი შევქენით, გოლით შევაგდეთ, მაგრამ საჭმო არ ჩაგვითვალა. ასეთი მიუგრძებელი საჯობა კარგი ხანია ოზურგეთში არ ყოფილა. გოლი იყო 100%-იანი. მოწინააღმდეგეს რაც შეეხება, ერთხელ გადმოვიდნენ ჩვენს ნახევარზე, ერთხელ დაგვიტყდა და გოლი გაგვიტანეს. დარჩენილ თამაშებში გამოვასწორებთ, რომ უფრო მეტი მოვახდინოთ საგოლე მომენტების რეალიზაცია. გუნდი მზადაა და სწორ გზაზეა ოზურგეთის მერცხალი, იმით გამო რომ ადგილობრივ ფეხბურთელზე გავაკეთეთ აქცენტი. ეს მეორე თამაში იყო, ჩვენ ორ თამაში 4 ქულა აქვს და ასე ვთქვათ ლიდერებში ვართ.